მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ 5 სტრატეგიაზე თუ როგორ დავძლიოთ ეს აუტანელი სიცხეები. ძალიან ცხელა, ძალიან ცუდად ვარ. პირველი, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავლიოთ წყალი. იმიტომ რომ მათ სიوارში ბოთლის შედება ჩვენ რა თქმა უნდა დაგვეზარება, რის გამოც გვიწევს ისევ თბილი წყლის დალევა. მერე უფრო დაგვცხება და ვერაფერსაც ვერ ვიზამ. საუკეთესო ალტერნატივა ამ დროს არის ისო, მივდივართ სუპერმარკეტში, ნებისმიერში, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღებთ ნებისმიერ ლუდს, არ აქვს მნიშვნელობა რომელს, თავარია ცივი იყოს, სვამთ, გრილდებით ვიძინებთ. ეს არის პირველი სტრატეგია. მეორე სტრატეგია. შევდივართ ამერიკის აუქციონზე. American Auction. ვარჩევთ ყველაზე იაფიან მანქანას, არ აქვს მნიშვნელობა რა მოდელია, გარბენი რამდენი აქვს, დაზიანება როგორი აქვს, ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა. თავარია მუშაობდეს კონდიციონერი. შემდეგ გამოვიწერთ ამ მანქანას, ჩამოვა, დავაყენებთ სახლის წინ, ბენზინით გავავსებთ თავს, ჩავჯდებით შიგნით, ჩავრთავთ ამ კონდიციონერს და ვზივართ ოქტომბრამდე ესე დებილებივით. მესამე სტრატეგია, თუ მდიდარი ხარ, ყიდულობ კონდიციონერს და მორჩა. რაც შეგეხება ნორმალურ მოკვლავებს, ჩვენ ყიდულობთ ვენტილატორს, დავიდგამთ საწოლთან ახლოს, მივუშვერთ პირდაპირ ფილტრებს, იმიტომ რომ ეს ვენტილატორი ოთახის ჰაერს მაინც ვერ გააგრილებს, ვერ მოერევა. შესაბამისად, რო ჩავისუნთქავთ ფილ ჰაერს და ეს ფილტრებზე რო დაგვიბერავს, ეს ფილტრებში გააგრილებს ამ ჰაერს. და მე მთელი სხეულის ტემპერატურაც ოდნავ დაიწევს. რაც გამოიწვევს ჩვენ გაგრილებას. მეოთხე სტრატეგიას იმ შემთხვევაში უნდა მივართოთ, თუ ვენტილატორის 30 ლარიც არ გვაქვს. ამ შემთხვევაში გვიწევს გასხივოსნება და ტვინს უნდა დავაჯეროთ, რომ სიცხე საერთოდ არ არსებობს. ამიტომ შევდივართ სიმულაციაში და ვრთავთ კონდიციონერს. რაც შეეხება ბოლო ლაიფჰაკს, მდგომარეობის შემდეგში ვიცვამთ სულ მაისურს, ეს გამოიწვევს ჩვენს გაციებას, ფილტრების ანთებას, მოგცემს მაღალ სიცხეს, რის მერეც სხეულის ტემპერატურა აიწევს ძალიან ოთახის ტემპერატურასთან შედარებით და გვეგონება რომ ოთახში გრილა, რაც ავტომატურად მოგვარებს ჩვენს პრობლემას.